გამარჯობა, დღეს 18 მარტია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1979 წლის 18 მარტს დაიბადა ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მულტი-ინსტრუმენტალისტი და მსახიობი ადამ ლევინი. ის არის ჯგუფ Maroon 5-ის სოლისტი. 1986 წლის 18 მარტს დაიბადა შვედი მომღერალი, კომპოზიტორი და მოდელი ლიკე ალი. 1959 წლის 18 მარტს დაიბადა ფრანგი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ლუკ ბესონი. მისი გადაღებულია უამრავი ცნობილი ფილმი, მათ შორის ლეონი, ტაქსი, მეხუთე ელემენტი, მე-13 რაიონი და კიდევ მრავალი სხვა. 1989 წლის 18 მარტს დაიბადა ინგლისელ-ამერიკელი მსახიობი ლილი კოლინსი. 1965 წლის 18 მარტს დაიბადა ქართველი რეჟისორი და მსახიობი ლევან წულაძე. 1977 წლის 18 მარტს დაიბადა ფრანგი მწვრთნელი და ვეტერანი ფეხბურთელი ვილი სანიოლი. მან საფეხბურთო კარიერის უმეტესი ნაწილი გაატარა გერმანულ კლუბ ბაიერნში, სადაც არაერთი ტიტული მოიგო. ის 2021 წლიდან დღემდე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია. ვილი სანიოლის დამსახურებით საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე. 1952 წლის 18 მარტს დაიბადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. 1991 წლის 18 მარტს დაიბადა ქართველი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი. ის არის ევროპის სამგზის და მსოფლიოს ერთგზის ჩემპიონი, ასევე მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი. ავთანდილ ჭრიკიშვილი არის ევროპის სამგზის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული. 1986 წლის 18 მარტს დაიბადა ქართველი ფეხბურთელი ჯაბა კანკავა. ის გამორჩეული ფეხბურთელი და კაპიტანი იყო ნაკრებისთვის. მას საქართველოს ნაკრებში 101 მატჩი აქვს ჩატარებული. ჯაბა კანკავა მოედანზე მებრძოლი ხასიათით იყო გამორჩეული, თუმცა მოედნის მიღმა ის ყოველთვის თავმდაბალი და უბრალოა. ჯაბა კანკავა არ გამოირჩევა ინტერვიუებითა და სოციალურ ქსელებში აქტიურობით. ის 2024 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 1968 წლის 18 მარტს დაიბადა ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი და მწვრთნელი თემურ ქეცბაია. 1990-იან წლებში ის იყო საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, რომელიც გამოირჩეოდა მებრძოლი ხასიათით და ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა. ის კარიერის პიკზე ყოფნისას გამოდიოდა ინგლისურ ნიუკასლში, სადაც დღემდე უყვართ და პატივსცემენ მას. თემურ ქეცბაია იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2009 წლიდან 2014 წლამდე. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.